მოდი ვნახოთ როგორი ხარ მტრების თვალში როგორ გხედავენ მტრები ვნახოთ ჩემო კარგო ორ დასტაზე გავშლე ვნახოთ როგორი ხარ შენი მტრებისათვის რა მოხდა შეხედე შენ ხარ ყვავილი შენ ძალიან ძლიერი ხარ შენ არაფრის აღარ გეშინი აბსოლუტურად ფინანსური სტაბილურობა გაქვს ესე იგი არ ვიცი თავისით ამოხდა წეღან შეხედეთ როგორი ხარ შეგაიარე ძალიან სერიოზული ტრანსფორმაცია ძალიან სერიოზული ტრანსფორმაცია არაფრის და აღარავისი დაკარგვის შენ აღარ გეშინია შენ აღარ გეშინია კონფლიქტების აღარ გეშინია ფსკერზე დაშვების რადგან შენ მანდ უკვე იყავი და ამოაღწიე მანდედან მაგ ჭაობიდან ხვდებით აი ამას ფიქრობენ დამიწერეთ მე მეგობრებო ვისი გაშლა მე კომენტარებს კითხულობ ვერ ვასწრებ ლაიქს მოდერატორები არ მოქმედებენ ამაზე მე თვითონ ვალაიქებ მაგრამ ამდენი დროც არ არის ყველას ძალიან დიდი მადლობა კომენტარებისთვის ხო შენ არც მარტოობის აღარ გეშენია შეტალახიდან ამოხვედი საერთოდ ბუდიში, მაგრამ როგორც ლოტუსი, ისე ხარ გაზრდილი, თავიდან იზრდები, არც ისვრები ამ ტალახში ხვდები, ვინც ტალახს გესროდა, მის ხელებზე დარჩა ეს ყველაფერი. მარტოობიდან და სიცივიდან ამოხვედი. სადაც ზედმეტმა ნდობამ, გულთებილობამ ჩაგიყვანა. ნდობამ ჩაგიყვანა მაგ ჭაობში სხვათა შორის. მაგრამ შენ მანდედან უკვე ამოსული ხარ. კიდე რას ფიქრობა შენზე მტრები, როგორ უნდათ რომ განადგურებულიყავი, ახ როგორ უნდათ მეტი რო არ შეიძლება არ გამოუვიდათ. შენ აღარ გეშინია საკუთარი აზრების ხმამაღლა დაფიქსირების, ხვდებით, აფიქსირებს საკუთარ აზრებს უკვე ისე ხმამაღლა სავარაუდოდ ამ სადღაც კითხულობენ ალბათ Facebook-ებზე არავის აღარ ინდობის საერთოდ და საკუთარი მიზნებისკენ იბრძვი ძირითადად ფინანსური მიზნები ძირითადად ლამაზი ხართ ძალიან სავარაუდოდ და მაგიტომ როგორც ჩხირი თვალში ისე ხართ მათთვის მიზნებისთვის იბრძვით თქვენთვის ხართ თქვენ სახლში, თქვენს კერაში, ქირაში, კერძო სახლში, სადაც არ უნდა იყოთ, თქვენ ხართ თქვენთვის. არავინ აღარ გაინტერესებთ საერთოდ. არ ვიცი მეგობრებო, ბიჭებო, გოგოებო, ვინ მიყურებთ, ვისი გაშლა არის. მე უბრალოდ ვარ შუამავალი და ვკითხულობ ამ არკანებს. არაფრის გამო აღარი კონფლიქტები ხარ შენთვის. სვავ ცხელ ჩაის, სავარაუდოდ ახლა. ცხოვრებაზე ხელის ჩაქნებას არ აპირებ. იბრძვი საკუთარი მიზნებისთვის. აღარ გეშინია ამ მტრების. დამარცხდნენ. მიუწვდომელი ხართ მათთვის. მიუწვდომელი. კოშკი ხართ მათთვის, ხვდებით? ანუ თქვენ ცხოვრებაში ელოდებოდნენ ამ კოშკს და აღმოჩნდნენ მაგ კოშკში თვითონ. გეცინებათ უკვე ყველაფერზე, ხო მეგობრებო? ვიღაცაზე აკეთებდნენ მაგიებს. მაგიებს არა ერთხელ ვიღაცაზე. კი, ყველაფერი არსებობს და დარწმუნებული ვარ რომ აკეთებდნენ.
და სახლშიც შემოდიოდნენ თქვენთან, ბევრთან და ისე აკეთებდნენ და ელოდებოდნენ, როდის ამოქმედდებოდა მათი ნამოქმედარი შავი საქმე. მაგრამ ბუმერანგი წავიდა ბუმერანგი, მოდით ნახოთ. რა თქმა უნდა, 2-4-4-ია რომ წავიდოდა. თქვენ დაუმსახურებლად იღებდით ამ ნეგატივს და შესაძლოა რაღაცა პროცენტით მიიღეთ, მაგრამ მან დრო დაბრუნდა, თქვენ კიდევ არ იცით ამის შესახებ რა დაბრუნდა. ვერ წარმოგიდგენიათ რა დაბრუნდა მათთან. მალე გაიგებთ, შეხედეთ, მთვარე სარკანი, ვერ წარმოგიდგენიათ რა დაბრუნდა, ხვდებით? ცოტაღა დარჩა და გაიგებთ. თქვენაირი ხალხი, რომლებმაც ნამსხვრევებიდან რაღაცა ააწყეს, ხვდებით, ძალიან ცოტა არსებობს. თქვენაირ ხალხს ძლიერებს ეძახიან, უწოდებენ. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ვარსკვლავები ხართ, როგორი ეკლიანი ვარსკვლავები ხართ, ან ჯობია არავინ არ შეგეხოს ისე. იმიტომ რომ ბუმერანგი მიდის ისეთი რომ ვერავის ვერ გაუნაწილებენ, ხვდებით? ახალი გასახები გაქვთ ძვირფასებო. ახალი გზა გაქვთ, არჩევნის წინაშე იქნებით, ამ გზაზე მიდიხართ, ან რაღაცა გზა გაქვთ. ამ ყველაფერს ხედავენ, ან დადიხართ გზებზე, ან წახვედით, რაღაცას ხედავენ ისეც. და სხვათა შორის ბედნიერი ხართ. მათთვის ესე იგი, რა აღარ მოიმოქმედეს, არაფერი არ გამოვიდათ. დღეს მქონდა ძალიან რთული გაშლები ხალხთან. მაგრამ მაინც შემოვედი, ვიფიქრე, ვიღაცისთვის ინფორმაციას მოვაწოდე. ეს ხართ თქვენ. თქვენ საერთოდ მამაკაცის არკანია, მაგრამ შეიძლება ბიჭებიც მიყურებენ, არ ვიცი, ეს ხართ თქვენ. თქვენში არის იმხელა სიძლიერე, ვერც წარმოგიდგენიათ, თქვენს მტრებს როგორ ეშინიათ თქვენი. ვერ წარმოგიდგენიათ, ხვდებით? იციან რომ ალბათ რამე რომ იყოს, თავსაც მოაჭამთ. ამიტომ ძვირფასებო, თავიდან იბადებით. ვისი დაბადების დღე მოდის, არ ვიცი. მეგობრებო, თავიდან იბადებით და თქვენი მტრები, თქვენი ცხოვრებიდან ნელი ნაბიჯით, მაგრამ სადღაც ძალიან შორს ვიდიან. წარმატებები ყველას, გამოვიწეროთ არხი, დავალაიკოთ და მიტოვეთ კომენტარი. მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.